მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამას კლუბები გვამსტობენ, მე ასტროლოგი ტელეწამყვანი მიხეილ ცაგარელი, კვლავ თქვენთან ერთად ვართ, საუბრობთ ჩვენ უახლოესი ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზზე, საუბარია 11-17 მაისის შუალედში მდინარე ასტროლოგიურ მოვლენებზე, როგორ იქნება ეს კვირა ზოდიაქოს ნიშანთათვის, რა ტენდენციები აქვს, ჩვენ გვაქვს ახალმთვარეობა, შაბათი დღეა, და ახალმთვარეობა იცით რომ ცოტა ესეთი მძიმე დღეა. და ცოტა ფრთხილად არის გავლა ყოველთვის საჭირო შაბათი ამჯერად დღის ანუ 16 მაისისა დანარჩენი კვირის დღეები ასე თუ ისე კარგია და რატომ? რით არის განპირობებული? განპირობებულია იმით, რომ დედამიწა პოზიტიურ ენერგიულ ველში გადადის, სწორედ უკვე ხვალიდან და 26 რიცხვამდე პოზიტიური ენერგიულ ველი ხელს შეუწყობს მოლაპარაკებებს, საინტერესო ხელშეკრულებების დადებას, საინტერესო ადამიანების გაცნობას, პარტნიორულ თანამშრომლობას და სხვა სასიკეთო ცვლილებებს. ამიტომ მთლიანობაში მოდით ასე ვთქვათ, რომ პერიოდი საკმაოდ კარგი იწყება ხვალიდან 26 რიცხვამდე, ამიტომ თუ გაქვთ რაღაც ახალი იდეები, პროექტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები და ეს ყველაფერი ეცადეთ აწარმოოთ სწორედ ამ პერიოდის მსვლელობისას, რომელიც გვაძლევს საკმაოდ კარგ შანსებს, შესაძლებლობებს და აქედან ესე იგი ამ კვირაში შაბათი დღე არის მაინც შედარებით რთული. სადღაც ვეცადოთ რომ აი შაბათს არაფერი მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული არაფერი ხელშეკრულებები, აკონტროლოთ ემოცია, განსაკუთრებით უკვე საღამოსკენ, რომ შვიდად გავიაროთ ეს დღე. სხვა დღეები ამ კვირისას საკმაოდ კარგია. ეხლა მოდი ავუშვათ უკვე ცალკეული ზოდიაქოს ნიშნებისთვის როგორ იქნება ეს კვირა, რა ტენდენციები ამასთან დაკავშირებით მოსალოდნელი და აღვნიშნოთ რომ ყველა ზოდიაქოს ნიშანს დაეტყობა რომ პერიოდი კარგია. მაგალითად დავიწყოთ ვერძით. გაცილებით უფრო სტაბილური და მშვიდი იქნება ეს კვირა ვიდრე წინა პერიოდი. აქ სხვა შორის შეიძლება ძალიან ახალი საინტერესო თქვენთვის მიმზიდველი წინადადებების წინაშე აღმოჩნდეთ ან რაღაც ახალი იდეები, პროექტები. შეიძლება სხვა შორის კარგად წარმოაჩინოთ თქვენი მონაცემები, თქვენი ნიჭი, უნარი და ასე შემდგომ. შეხვდეთ საინტერესო ადამიანებს და გაიცნოთ სტე ადამიანები. ეს ის პერიოდი, რომელიც ხელს უწყობს უკვე კონტაქტებს, შეხვედრებს, მოლაპარაკებებს, მოგზაურობისთვისაც საკმაოდ კარგი პერიოდი. აქ შეიძლება რეფორმების ჩაატაროთ სხვა შორის საქმიანობაში და გარკვეული რეფორმატორული მოძრაობითაც გაითქვათ სახელი. ერთ სიტყვით ცხოვრება შეიძლება მნიშვნელოვანი უკვე ცვლილებები შეიტანოთ. ეს ის პერიოდი, რომლის ობისას შეიძლება თქვენი ცნობიერებაც კი შეიცვალოს და აბსოლუტურად სხვანაირად აღიქვათ და შეხედოთ ცხოვრების მოვლენებს. არის გამორიცხული ადრეული საქმეებიდან, ან თქვენი დაუშვათ ბიზნეს საქმეებიდან, შეიძლება ახლა საკმაოდ კარგი მატერიალური დივიდენდებიც კი მიიღო და სხვა შორის ამ კუთხით თუ ახლა შაბათ დღეს გამორიცხავთ, ინვესტიციები გინდა თუ სხვა სახით, ასე ვთქვათ, კაპიტალ დაბადებები სულაც არ იქნება ცუდი. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნებადებულებს, საკმაოდ კარგი პერიოდია, იმიტომ რომ ერთი მზე ახლა გადის თქვენ ზოდიაქოს ნიშანს, შანსები წარმატების ამ ნიშანს ყველაზე მაღალი აქვს, ამიტომ დასამახსოვრებელი იქნება ამ მნიშვნელოვანი მოვლენებით უკვე ამ კვირიდან დაწყებული პერიოდი, აქ უფრო მეტად მატლობს თქვენ ენერგოტონუსი, ჯანმრთელობა, უმჯობესდება, განწყობა, უმჯობესდება, კარგი პერსპექტივები შეიძლება გამოვიდნენ, მაგალითად კარიერული განვითარების კუთხით, ეს პერიოდი ხელს უწყობს ასევე შემოსავლის ზრდას, რაც ასევე მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის და შეიძლება ახალი საინტერესო პროგრესული პროექტებიც დაიწყოთ. ეს ის პერიოდი, რომლის ობისას მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს ასევე არა მარტო კარიერულ წინსვლას, არამედ ბიზნეს თქვენ საქმიანობას და კაპიტალ დამონდებებსაც კი. აქ შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანი ჩაერთოს აქტიურად საზოგადოებრივ საქმეში, ახალ ბიზნეს პროექტებში, სხვა შორის რომანტიკული პერიოდია. ამიტომ შეიძლება ახალგაზრდა თაობა აღვიქვას ახალი რომანტიკული ურთიერთობების წინაშე, ქორწინებისთვის ძალიან კარგი პერიოდია, სხვათა შორის ეს წავნიშნოთ და არსებული ურთიერთობები შეიძლება უფრო მაღალ დონეზე აიყვანოთ. ყოველ შემთხვევაში ეს ის პერიოდი, რომელიც ყოველხრივ ხელს უწყობს ჰარმონიზაციას თქვენი ურთიერთობებისა, ჰარმონიზაციას თქვენი წინსვლისა, წარმატებისა. ამიტომ ეცადეთ რომ აქტიურად განვლოთ ეს პერიოდი. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნებადებულებს, ტყუპებო ენერგოტონუსი მაინც ჯერ კიდევ არასტაბილურია. ფარულ-მტრებს არ ძინავთ, მოშორნეები, ჭორები, ინტრიგები, ეს ყველაფერი ჯერფრიად აქტიურ ფაზაშია თქვენ საწინააღმდეგოდ, ამიტომ ენაზე კბილის დაჭერა, საიდუმლოს დაცვა ყველაზე აქტუალურია. არ გადაღლა ესეც აქტუალურია, რომ დაღლის შემთხვევაში დაბალი ენერგოტონუსის პირობებში შეიძლება ადვილად დაუშვათ შეცდომები. ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ, მაგრამ თუ შევადარებთ წინა კვირებს, ეს კვირა გაცილებით შემდგომი, გაცილებით უკეთესია. იმიტომ რომ აქ უკვე მოდი ეს ვთქვათ, სხვა შორის როგორც პედაგოგმა შეიძლება ძალიან კარგად წარმოიჩინოს თქვენი მონაცემები. ზოგიერთი შეიძლება გახდეთ ნამდვილი გურუ.
ეს ის პერიოდი, რომ მსვლელობისას უკვე აქ შეგიძლიათ აქტიურად ებრძოლოთ უსამართლობას, დაიცვათ სუსტი ადამიანები და აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა სახის სოციალურ მოძრაობებში და ღონისძიებებში. აქ ის პერიოდია, რომ მსვლელობისას შეიძლება აღმოჩნდეთ შორეული მოგზაურობის და თან მოულოდნელი მოგზაურობის წინაშე. ზოგიერთმა შეიძლება შეცვალოს ადგილსამყოფელი ბინა ახალ ბინაში გადავიდეს ან კონტაქტები შეიძლება დაამყაროთ უცხოელ პარტნიორებთანაც კი. მოდი ამშვიდობთ, რომ რომანტიზმი მატლობს თქვენში, ამიტომ ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება აღმოჩნდეს ახალი სასკოლო ურთიერთობების წინაშე, ან ეს არსებული ურთიერთობები რომ მაღალ დონეზე აიყვანოს, აიმაღლოს, ამ კუთხითაც უდავოდ სასიკეთო ცვლილებები უკვე მოსაოდნელია ამ კვირიდან. თუმცა ის რაც თავიდან თქვით აქტუალურია. პარუმტრებს არ ძინავთ, ამიტომ ენასკველი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით და ნუ გადაიღლებით. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ გადაღლის ფონზე შესაბამები არ დაუშვათ. რაც შეეხება კერჩხიბის ზოდიაქოს ნიშნავდებლებს, კარგი პერიოდია უდავოდ თქვენთვის, წინა პერიოდებს ჯობია და აღნიშნოთ, რომ აქ ამ პერიოდში შეიძლება ახალი საინტერესო იდეები ჩამოყალიბდეს, ახალ პროექტებში ჩაერთოთ, ახალი გეგმები ჩამოყალიბდეს თქვენს ირგვლივ. აქ შეიძლება საიდუმლო მფარველებიც გამოჩნდნენ თქვენს ცხოვრებაში, რომელიც ძალიან დაგეხმარებიან, არ მარტო საქმით, არამედ ფინანსურადაც კი. და აღნიშნოთ ისიც, რომ აქ მთავარია რა. იქნება რაღაც გარკვეულ წყალქვეშადინებები, რომელსაც ჭირდება ყურადღება, აი ამ წყალქვეშადინებებს განსაკუთრებით, აი რაღაც ფინანსურ ავანტიურებში არ აღმოჩნდეთ. ანუ ის თქვა მინდა, რომ ზოგიერთი ფინანსური პროექტი იქნება სწორი და ინტუიცია დაგეხმარებათ ამის გარკვევაში, ზოგიერთი იქნება ცოტა ავანტიურული. ამ ავანტიურული ფინანსური პროექტებისგან აღავით ცოტა შორს. გარკვეულწილად შეიძლება ზოგიერთი ცხოვრებაში მემკვიდრეობისთვის ბრძოლა გაჩაღდეს, არ არის გამორიცხული. აი ეს ცოტა ნეგატიური ტენდენცია ასევე იჩენს ყურადღებას, თუმცა აუცილებლობა არ არის ამისი და თუ შემოსავალი არის რაღაც ერთობლივი ფინანსური პროექტებისგან, აქაც შეიძლება თქვენ ჩათვალოთ, რომ ფინანსური გადანაწილება არ არის სწორი და ამან შეიძლება ცოტა დაძაბოს ზოგიერთ შემთხვევაში სიტუაცია. მოდი ესე აღნიშნოთ. ეხლა და ერთ რამეზე შევთანხმდით. აი თქვენ თუ გადაიყარეთ აი ესეთ რაღაც გარკვეულ სირთულეებს ამ პერიოდში, თუმცა მათი ალბათობა დაბალია, უდავოდ, იმიტომ წარმატების ფაქტორი მაინც უფრო მეტი გაქვთ. სხვა შორის ძალიან კარგი პერიოდია რეფორმებისთვის, სიახლეებისათვის და ასევე ინტერნეტთან კონტაქტებისთვის, მაგრამ რადგან ეს წყალქვეშადინებები მაინც გვაქვს, ესე იგი რაღაცა მშვიდობიანი გაწყვეტილება გაქვთ მისაღები, ხო? აუცილებლად გარკვეული კონსულტაცია გაიარეთ ადამიანებთან, რომლებსაც თქვენზე მეტი იციან, ანუ გამობრძმედილ ადამიანებთან. აი მათი რჩევა იქნება საკმაოდ კარგი და სწორი. რის შედეგად უკვე შეცდომებს ხადია უკვე აღარ დაუშვათ. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნავდებლებს, წინა კვირისგან განსხვავებით ეს კვირა უკეთესია, თუმცა ენერგოტონუსი თქვენი მაინც ჯერ კიდევ შემცირებული. ამიტომ ზედმეტ არის მოქმედებებს, ზედმეტ გადაღლას დავი უნდა ავარიდოთ. მაგრამ ის რომ ეს პერიოდი უფრო მშვიდია წინა კვირისგან განსხვავებით ეს უდავოა. აქ სოციალურ ურთიერთობებში შეეტყობა ეს, როგორც საქმიან, ასევე პირადი ურთიერთობები უფრო მშვიდად წარიმართება. შეიძლება ახალი კონტაქტებიც ან ურთიერთობები ჩამოყალიბდეს. ხოჭოს ეს ძალიან დიდი გავლენას მოახდენს თქვენს იდეოლოგიურ მსოფლმხედველობაზე და გარკვეულწილად შეცვლის კიდეს თქვენს ცხოვრებას. ასევე მოდით აღნიშნოთ, რომ პარტნიორების მიმართ ნუ გექნება ზედმეტად იდეალისტური დამოკიდებულება. აი აქ ცოტა რეალურად შეხედეთ სიტუაციას, მოვლენებს და აი განსაკუთრებით მოგწონთ ძლიერი ხასიათის მქონე ადამიანები, რომლებიც ნებისყოფით გამოირჩევიან, აი მისდულობა მათ და მე განსაკუთრებით მოიმატებს, არ არის გამორიცხული, რომ ზოგადად შეიძლება აღმოჩნდეს აქ რაღაც გარკვეული საიდუმლო, სასიყვარულო კონტაქტების წინაშეც კი. ნუ ახლა მთავარია რომ ეს კონტაქტები არ იყოს რაღაც სხვა ურთიერთობებისთვის, ასე ვთქვათ, დამანგრეველი. და რაც მეტად კარგ ურთიერთობებს შეინარჩუნებთ კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, ეს მოვლენა უფრო მეტად ხელშეუწყობს თქვენ შემდგომ კარიერულ განვითარებას და წინსვლას. ქალწულის ზოდიაქოს რაც შეეხება რასკვლელია პოზიტიური, უფრო საინტერესო პერიოდი, ეს კვირა წინა პერიოდებისგან განსხვავებით, ერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ფსიქოემოციური სტაბილურობა მეტად იჩენს თავს და ეს ის პერიოდი, რომ მსვლელობისას შეიძლება მშვიდობიანი ცვლილებები მოხდეს თქვენს კარიერაში, კარიერული განვითარების კუთხით. და აქ სხვათა შორის თქვენი შრომის უნარიანობა ასევე გარკვეულწილად მოიტანს მატერიალურ დივიდენდებს, წარმატებებს. ეს პერიოდი ხელსგობს არა მარტო კარიერულ განვითარებას, არამედ ახალ საინტერესო პროექტებში თქვენ ჩართვას. რომელსაც შეიძლება დაჭირდეს ზოგიერთ შემთხვევაში დამატებითი ცოდნა, ამ პროფესიონალური განვითარება, რაც თქვენ არ დაგეზარება და ამ ცოდნასაც შეიძენთ სხვათა შორის. ეს პერიოდი ხელსგობს ახალი შემოსავლის წყაროების არა მარტო მოძიებას, არამედ მათ მერე პრაგმატულად გამოყენებას. აქ უფრო მზადყოფნაში იქნებით, უფრო
მასშტაბური პროფესიონალური ცვლილებებისადმი, პარტნიორული თანამშრომლობისადმი, მათ შორის საინტერესო ახალი ადამიანები შეიძლება გაიცნოთ. შეხვედრების გარდა მგზავრობა, უცხოელებთან აქტიური კონტაქტების დროა. ამიტომ რაც მეც მოგზაურობთ, რაც მეტად გაიცნობთ უცხოელებს, აქ შეიძლება მათგანაც საინტერესო წინადადებები მიიღოთ, სწავლობთ, ხვეჩი იქნება ასევე მეტად ნაყოფიერი. რაც შეეხება ახლა სასწორი ზოდიაქოს ნიშნით აუდებლებს, სასწორებო უპირველეს სკოლისა ენერგოტონუსი ჯერ კიდევ დაბალი გაქვთ. ამიტომ ნუ გადაიღლებით, ეს არის მთავარი, დაღლით კი, მაგრამ გადაღლით არა. თორემ მაშინ შეცდომებს დაუშვებთ. ამ პერიოდში შეიძლება საინტერესო მგზავრობის, ასევე მოგზაურობის პერსპექტივები გაჩნდეს თქვენ ცხოვრებაში, შეიძლება არაორდინარულ ადამიანებს შეხვდეთ. სასიყვარულო შეიძლება კონტაქტები, რომანტიკული თავგადასავლის წინაშე აღმოჩნდეს ზოგიერთ თქვენთაგან ან არსებული ურთიერთობები უფრო მეტად გაუმჯობესოთ. სხვა შორის შეიძლება ინტიმური კონტაქტებიც კი ჩამოყალიბდეს, აი ესეც არის გამორიცხული. სხვა შორის ეს ყოველივე ძალიან დიდ ზეგავლენას მოახდენს თქვენზე. ეს პერიოდი კარგია ახალი კავშირებისათვის, მათ შორის უცხოელ პარტნიორებთან. აქ შეიძლება ახალი შემოქმედებითი პროექტებიც დაიწყოთ. აი ამ კუთხით ეს კვირა უკეთესია, ოღონდ ერთ რამეს ითხოვს სამყარო თქვენგან, ენაზე კბილის დაჭერას, ანუ საკუთარი საიდუმლოს დაცვას. ანუ ჯერ მოდით ნაბიჯი გადადგით, მერე გათქვით, რას აპირებთ, რა გეგმებგა წინ და წინ არაფერი არ გათქვათ. ამას მიაქციოთ ყურადღება. რაც შეეხება მორიელს, მორიელებო საინტერესო დასამახსოვრებელი პერიოდია თქვენთვის უკვე ხვალიდან. თორე შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი და მოულოდნელი ცვლილებები მოხდეს, მათ შორის სახლში. ასევე აღნიშნოთ ისიც, რომ ზოგიერთი თქვენთაგანი ძალიან აქტიურად ჩართვება ამ პროცესში. ამასთან ერთად შეიძლება ზოგიერთმა თქვენთაგანმა ადგილსაყოფელი ბინა შეიცვალოს, ან რაღაც რეკონსტრუქცია, სარემონტო სამუშაოები დაიწყოს, რაღაც შეცვალოს გეგმა დაუშვათ სახლის, ან რაღაც კაპიტალურ რემონტს მოკიდოს ხელი. ნუ რასაკვირველია ეს გარკვეულ, ასე ვთქვათ, წარმოქმნის დისკომფორტს უდავოდ, მაგრამ საბოლოო ჯამში დასრულდება კარგად და საოცარ კომფორტში აღმოჩნდებით თქვენ, რაც დადებითად იმოქმედებს რასაკვირველია თქვენზე და თქვენს ოჯახზეც. მთავარი იქამდე რომ აი ეს გარკვეული რაღაც დისკომფორტი მშვიდად გადაიტანოთ და გაიაროთ. ეს დისკომფორტი მათ შორის სულ ფინანსურ ხარჯთანაც იქნება დაკავშირებული. მაგრამ ეს ყოველივე ხელს შეუწყობს იმას, რომ თქვენ შეძლებთ რადიკალურად შეცვლას. არა მარტო ცხოვრებისეული პირობების, არამედ საერთოდ თქვენს პერსპექტივებს. რაც შორის კარგი პერიოდია პარტნიორული ურთიერთობისათვის. გინდა პირადი ურთიერთობა იყოს, გინდა დაუშვათ ბიზნეს საქმიანი კონტაქტები, რომელიც საქმოდ კარგად შეიძლება წარიმართოს. აქ მატულობს თქვენში სამართლიანობის გზნობა და შეიძლება ძალიან კარგად წარმოაჩინოთ თქვენი შემოქმედებითი ნიჭი და უნარიც. მშვილდოსნის ზოდიაქოს რაც შეეხება უფრო ნაყოფიერი, უფრო საინტერესო პერიოდია ხვალიდან თქვენ ცხოვრებაში. ანუ აქ თქვენ უკვე მოგეცემათ საშუალება რომ ჩაერთოთ საინტერესო ღონისძიებებში. საზოგადოების ფართო ფენების წინაშე გამოხვიდეთ თან წარმატებულად. ახალი საზოგადოებრივი ან საქმიანი კონტაქტები დაამყაროთ. ეს არის კონტაქტების, შეხვედრების, მგზავრობის, მოგზაურობის პერიოდი, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს მათ შორის კარიერულ განვითარებას და ცვლილებებს სასკეთოს ამ კუთხით. ეს ის პერიოდი, რომელსაც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ძლიერი საკმაოდ ფარველები გამოჩნდნენ ამ პერიოდში და მათი დახმარებაც იქნება დროული მნიშვნელოვანი. აქ არის გამორიცხული, რომ შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანმა გამოუშვას წიგნი, რაღაც პუბლიკაციის წინაშე აღმოჩნდეს ან დაუშვათ მასმედიაში გამოვიდეს, რაც ერთიორად გაზრდის მის რეიტინგს და ამასთან ერთად აღნიშნოთ, რომ მთავარია მაინც რომ აკონტროლოთ სიტუაცია, მაინც თქვენს უკან რა ხდება, ზედმეტი არ ელაპარაკოთ თქვენი გეგმების წინაშე წინ და წინ, რათა სხვებმა ეს არ გამოიყენოს შემდგომ თქვენს საწინააღმდეგოდ და მაინც ცოტა ყურადღება ჯანმრთელობას, იმიტომ რომ მაინც ჯანმრთელობა არ ამდგრადია და ნუ გადაიღლებით. დაღლით კი, მაგრამ გადაღლით არა და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია შენარჩუნება კარგი ურთიერთობებისა კოლეგებთან. აი ეს ბევრად განსაზღვრავს ასევე თქვენს წინსვლას განვითარებას. თხისკას ზოდიაქოს რაც შეეხება ამ პერიოდში ენერგოტონუსი თქვენი მადლობთ, ჯანმრთელობა უფრო მდგრადია, ემოციურადაც უფრო სტაბილური ხდებით, ამიტომ წარმატების ფაქტორი ერთიორად მადლობს თქვენს ცხოვრებაში. აქ მოგეცემათ მეტი საშუალება იმისა, რომ მატერიალურად გაუმჯობესოთ თქვენი მდგომარეობა და ამასთან ერთად ფინანსურად უფრო დამოუკიდებელი გახდეთ. ამასთან ერთად ეს ის პერიოდი, რომელსაც შეიძლება ახალი საქმეც დაიწყოთ, ან ისეთი ნიჭი უნარი გამოავლოთ, რომელსაც ადრე ვერ ავლენდით სხვადასხვა მიზეზებით. აქ შეგიძლიათ ლეგალიზება მოახდინოთ ზოგიერთ თქვენი საიდუმლო საქმეებისაც კი,
ამით არაფერი არ დაშავდება სხვათა შორის. ამჟამად ისიც რომ აქ თუ რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა გქონდათ, გაუმჯობესდება და მოწესრიგდება ეს მდგომარეობა წესის პერიოდი, რომლისთვისაც აქ შეგიძლიათ გარეგნობა შეიცვალოთ და უფრო მეტად გაუმჯობესოთ თქვენი გარესახე. ამასთან ერთად წესის პერიოდი, რომლისთვისაც იდეების კონკრეტული რეალიზაციის დროა, რაც მეტად შეინარჩუნებთ კარგ ურთიერთობებს დაუშვათ იგივე შვილებთან, სასწავლო პარტნიორებთან, ეს კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებს თქვენს პერსპექტივას, ხაჭვის რომანტიკული ურთიერთობებისთვის, პაემნებისთვის, ქორწინებისთვის, ასევე მეტად ნაყოფიერი პერიოდია. რაც შეეხება მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, აქ ამ კვირაში უკვე გაცილებით მეტი შესაძლებლობები გექნებათ იმისთვის, რომ გამოავლინოთ ინიციატივა, საკუთარი ნიჭი უნარი ახლებურად გამოავლინოთ, შინაგანი პოტენციალი რეალიზაციაში მოიყვანოთ, აქ შეიძლება მოულოდნელი ცვლილებები მოხდეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რამაც შეიძლება რადიკალურად შეცვალოს ასევე თქვენი ცნობიერება, თქვენი გეგმები და მოგიხდება სწრაფი ადაპტაცია მაღალი მოვლენების მიმართ, სპონტანური იმპროვიზაცია, რაც პრინციპში არ გიჭირთ. აქ გონება მახვილობა მატულობს თქვენში და ამასთან ერთად აქ ეს ის პერიოდი, რომელსაც შეიძლება თქვენ შეიტანოთ მნიშვნელოვანი და მოულოდნელი ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში. ყოველ შემთხვევაში ზოგიერთ თქვენთაგანი შეიძლება გახდეს ფრიად პოპულარული ამ პერიოდში და ყველასთვის მეტად სასურველი პიროვნება. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, თევზებო ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა უმჯობესდება, ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, მოცურავად უფრო სტაბილური ხდები და პერიოდი აქტიური და საინტერესოა დროულად. ანუ აქ შეიძლება რადიკალური ცვლილებები მოხდეს თქვენს სახლში, თქვენს ოჯახში. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საოჯახო მატებითაც გამოიხატოს. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ახალი ბინა შეიძინოთ, დაუშვათ რაღაც ცვლილებები მოხდინოთ, მათ შორის სარემონტო სახლშიც კი და გაუმჯობესოთ აქ თქვენი კომფორტი სახლში. არის გამორიცხული, რომ ეს პერიოდია, რომელსაც ყოველ შემთხვევაში შეიძლება ესეთი ადამიანებს გამოჩნდნენ, რომელიც უფრო მეტად გააქტიურებენ თქვენს მოქმედებას ამ პერიოდში და ესეც ის პერიოდი, რომელსაც თქვენ გაქვთ სურვილი რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში, ამიტომ ზადყოფნაში ხართ. და აქ შეგიძლიათ პატარა ესეთ საოჯახო რევოლუციაც კი მოახდინოთ, სადაც არა მარტო კომფორტ შექმნით და გაალამაზებთ ყველაფერს, არამედ ახლებურად შეიძლება გამოავლინოთ როგორც თქვენი, ასევე ოჯახის წევრების შესაძლებლობები, რაც იქნება ასევე კარგი. ეს არის მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებების, მგზავრობისა და მოგზაურობისათვის საუკეთესო დრო. შეიძლება ჩამოყალიბდეს ახალი პარტნიორული თანამშრომლობაც, რაც ასევე ხელში უწყობს შემდგომ თქვენს განვითარებას და წინსვლას. აი ეს 12 ზოდიაქოს ნიშნის ასტროპერსპექტივა ამ კვირის განმავლობაში და როგორც ხედავთ, ყველა ზოდიაქოს ნიშანს აქვს საკმაოდ კარგი შესაძლებლობები, ფაქტორები იმისა, რომ განვითარდეს, მატერიალურად მომაგრდეს, უფრო კარგად წარმოაჩინოს თავისი დაუშვათ ნიჭი, უნარი, შესაძლებლობები და ასე შემდგომ. და განპირობებული ეს რზეკვილია პოზიტიური ენერგოველით, რომელიც აი სწორედ ხვალიდან ჩაერთვება უკვე რეალურად და 26 მაისამდე გასტანს. ამიტომ ეს პერიოდი ყველამ უნდა აქტიურად განვლოთ, რათა ეს დადებითი პერსპექტივები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. თუმცა გვახსოვდეს მაინც 16 მაისი. ეს არის შაბათი დღე, რომელიც ამ კვირაში ყველაზე ესეთი ცოტა რთული და პრობლემურია, იმიტომ რომ ახალმთვარეობასთან არის დაკავშირებული და შაბათის გამოკლებიცაც მეორე შაბათს ახლა კონფლიქტების ტენდენციაც არის, გაუგებრობების, ტრაუმულაურული ტენდენციების, ჯანმრთელობის გაუარესების, ანუ ნეგატიური დღეა. ამიტომ შაბათის გარდა დანარჩენი დღეები გამოიყენეთ კარგად, აქტიურად, მაგრამ შაბათი გაიარეთ შვიდ და წყნარად. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ, არავით არის საქმეთა გარჩევა და აკონტროლეთ თქვენი ემოცია. აი ეს ამშვენია. გავითვალისწინოთ. ეხლა რაც შეეხება უკვე ცალკეულ დღეებს შემდეგი კვირისა და რა პერსპექტივები აქვთ მათ. დავიწყოთ ხვალინდელი დღით. ხვალ არის 11 მაისი, ანუ ორშაბათი დღე, გეომაგნიტურია ეს დღე, მინდა გითხრათ და იცით ეს გეომაგნიტური რას ნიშნავს, ნეგატიური კოსმოსური ენერგიები ასე დღეებში მეტ პრობლემებს უქმნიან ადამიანთა გულსიზარვან სისტემას, ნერვულ სისტემას, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს მიზეზი. თავის ტკივილებისა, უგონებობისა, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებებისა. აქედან გამომდინარე, მოდით ავნიშნოთ, რომ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ აი ესეთი დღეები ცოტა ყურადღებით
სამლოთ, თუ რაღაცა დისკომფორტი იგრძენით, მაგალითად თავის ტკივილი, უგონებობა და შენგო. რა უნდა ვქნათ? წნევა გავიზომოთ პირველ რიგში. თუ წნევის პრობლემა გვაქვს, რას უყურებია, რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში? შესაბამისი პროფილაქტიკა ან წამლებით, ან ყავის მეშვეობით, იმის და მიხედვით მაღალია თუ დაბალია წნევა და მოყავს წესრიგში ორგანიზმი. რის შემდგომში ამის უნარიანობას გაიზრდება და უკეთ იგრძნობ თავს. აუცილებლად ხვალ დაეყრდნით მეტად ინტუიციას. ინტუიცია მოგცემთ ზუსტი არჩევანის საშუალებას. დააგვერდით მათ ხვალ, ვინც განსაკუთრებულად გაქებთ. სწორედ ისინი მოგატყუებენ შემდგომში. უხეში მოქმედება კი ხვალ კონფლიქტებს გამოიწვევს, ესეც გაითვალისწინეთ. ახალი გეგმები უნდა გაასაიდუმლოთ და ძველი ნივთებისგან განთავისუფლდეთ. აი ეს დღე ამ ტენდენციებს უწყობს ხელს. შესაძლებელია ურთიერთობების აღდგენა, თუ ის იყო დარღვეული და აღნიშნოთ ასევე, რომ მაღალია ალერგიული შეშუპების ინტოქსიკაციის ალბათობა. ამიტომ საკვებს სასმელს მიაქცევთ ყურადღება. ასევე მოდით აღნიშნოთ, რომ კარგია ხვალ არომათერაპია. და უკვე ხვალ მოდი ასე ვთქვათ, განსაკუთრებული ყურადღება საჭირო და ზეკ ამ ორი დღის განმავლობაში რის მიმართ საიდუმლო საქმეები, საიდუმლო სიყვარული შეიძლება ადვილად გამოაშკარავდეს. მე გახდოს სერიოზული კონფლიქტების მიზეზი, ეს ერთი. მეორე, მაქსიმალურად ხილად ვიყოთ ალკოჰოლის სასმელებთან, ნარკოტიკულ ნაერთებთან, ფსიქოტროპულ პრეპარატებთან. რამაც შეიძლება გამოიწვიოს მე არაადეკვატური რეაქციები, მოქმედებები და გახდეს გარკვეული პრობლემების საწინდარი. აი ამ ტენდენციების მიმართ ვიყოთ ყურადღებით. სამაგერად კარგია ხვალ ფოტოგრაფია, მაგალითად კარგია კულინარია, კი ბატონო. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ტერფების ზონა, ნერვული ლიმფური სისტემები და ასევე მხედველობა. ძალიან უგადაღლით თვალებს. დავუშვათ ის, რომ ხვალინდელი დღე ყველაზე კარგია ქალწულის, მორიელის, თხისკას და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. რა შეიძლება ახლა 12 რიცხვს, 12 მაისი ეს უკვე სამშაბათი დღეა. აქ ჩვენ ყურადღება მივაქციოთ უკურსო მთვარის, ან სხვანაირად მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი ეწოდება მას. იგი დაიწყებს სამოქმედებას 14 საათზე 5 წუთზე და 24 საათამდე გასტანს. ანუ ფაქტობრივად დღის მეორე ნახევარში მეტად რა ხდება აქ? ზედმეტად დუნდება ყურადღება ადამიანებში. და ამის ასე ვთქვათ შედეგი შეიძლება გახდეს არასასურველი ტრავმები და ავარიები. ამიტომ მძღოლებს, ქვეითად მოსიარულეებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ აი ესეთ პერიოდებში, რათა რაიმე სახის ამდაგვარმა ტენდენციებმა არ ეჩინონ თავი ზედმეტად მოდუნებული ყურადღების ფონზე. ახალი შესაძლებლობების ალბათობა სამშაბათს მოემართებს. შეიძლება საერთო მიზნის ირგვლივ ადამიანთა გაერთიანება. პარტნიორ ურთიერთობებში კი მოემართებს მზრუნველობა. მოვერიდოთ ასევე სამშაბათს ახალი და მშვენი საქმის დაწყება. ახალი ფეხსაცმლის ყიდვა ან ჩაცმა. ასევე არ იქნება სასურველი, ამას მე შეიძლება გარკვეული პრობლემები მოყვება. და მოდი ავუშვათ, რომ ზვარდასრულ ფანტაზიებს ნუ დაეყრდნობით. რაც შეიძლება პრაგმატულად იაზრუნოთ, რომ ფანტაზიებიდან ილუზიებში არ გადავარდეთ, თავი არ მოიტყუოთ. ჯანმრთელობის კუთხით სამშაბათს სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემები, ტერფები და აქაც მხედველობას მიაქციოთ ყურადღება. ყველაზე კარგია სამშაბათი კუროს და კერჩხების ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეიძლება ახლა უკვე 13 მაისი 4 დღეა. აქ დაუდეთ ყური აუცილებლად სხვათა სიტყვებს და რჩევებს. მეტად უსმინეთ სხვებს და ნაკლები ლაპარაკეთ თქვენ. საიდუმლო არ გათქვათ. ნუ გადაღლით თვალებს და აკონტროლეთ ხასიათში. ცოტა მომატებული აგრესიულობა, გადამეტებული სიამაყე, ამბიცია, კამათისადმი მიდრეკილება, სულსწრაფობა და კერმაღლობის ელემენტები. დაუნშოთ თუ არ ახარ დარწმუნებული 4 შაბათს არ დაიწყოთ ახალი საქმე. სხვა შორის არავითარ შემთხვევაში 4 შაბათს 5 შაბათს არ დაარღვიოთ წესები, იმიტომ რომ დაჯერმების ტენდენცია იქნება მაღალი. 4 შაბათს ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება თავის ზონა, სიძარღვიანი სისტემა, ასევე გრძნობათ ორგანოები, აქ შედის მათ შორის ცხვირის ზონაც. და პოზიტიურია ეს დღე ვერსტათვის და ტყუპებისთვის. რაც შეეხება ახლა უკვე 5 შაბათს გეომაგიტურია ეს დღე და 5 შაბათს პირველში მივაქციოთ ყურადღება, ესე იგი თუ რაღაც დისკომფორტს გრძნობთ, დავუშვათ იქ თავის ტკივილი, უგონებობა და შენგო, პირველში ესე ყურადღებას ვაქცევთ მდგომარეობას წნევისა, ვიზომავთ მას და თუ აუცილებლობა იქნა გამოიყენოთ ამ წამლების პროფილაქტიკა, თუ დაბალია წნევა, ყავის ასე ვთქვათ, ეფექტი იქნება აქ მნიშვნელოვანი და მისი გამოყენება. ხანგრძლივი მოქმედების გეგმებს ნუ დასახავთ 5 შაბათს. პარტნიორ ურთიერთობა უფრო ღრმა და ვნებიანი შეიძლება გახდეს.
გახდეს. აქ ეფექტურია თირკმელების, ყელის, ენდოკრინული სისტემის, კანის კურნალობა. ამავდროულად მოერიდოთ თვალების გადაღლას, ალკოჰოლური და სხვა ამზნების საშუალებების მიღებას, უკონტროლო ემოციების გამოხატვას და კამათისადმი მიდრიგილებას. ეს შემდგომ შეიძლება გახდეს კონფლიქტების მიზეზი არ ვიყოთ სულ სწრაფი. აი ეს ყოველდღე ითხოვს გასუთრებულ ყურადღებას და ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება თავის ზონა, სიზარღვოვანი სისტემა, ცხვირი და გზნობათა ორგანოები. აქაც ამ ორგანოებთან მიმართებაში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ ცოტა ყურადღებით და თუ რაღაც განსაკუთრებულია, მაშინ რისკული ოპერაცია უნდა გაკეთდეს, თუ აუცილებლობაა ამისი, მაგრამ თუ აუცილებლობა არ არის, უმჯობესია რომ ამ ორგანოებთან მიმართებაში ხუთშაბათს ოპერაციები არ ჩავატაროთ. ყველას კარგია ეს დღე. ლომის, სასწორის, შვილდოსნის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის. და რაც შეეხება უკვე პარასკევ დღეს, პარასკევი ეს ჩვენ გვაქვს უკვე 15 მაისის დღე და აქ ჩვენ მივაქციოთ უნდა ყურადღება პირველ რიგში იმას, რომ აქ მზეც და მთვარეც იმყოფება კუროს ზოდიაქოში, ამიტომ ეს არის ასევე ახალმთვარეობის წინა დღე. მაგრამ კუროს ზოდიაქოში მზის და მთვარის ადგილმდებარეობა მეტნაკლებად გვაძლევს საშუალებას, რომ ცოტა მეტად უფრო სტაბილურად ვიგრძნოთ თავი. მაგრამ უმჯობესია აქ რა ვქნათ, აი მშვიდად დავასრულოთ ადრე დაწყებული საქმეები. კი ბატონო და ახალი საქმე არ დავიწყოთ პარასკევს. მოვლენები შეიძლება მოულოდნელად განვითარდნენ. შემდეგი დღის ახალმთვარეობამ შეიძლება ამდაგვარი განვითარება შექმნას. კარგია აქ მაგალითად არომათერაპია, მოდუნება, ბუნებასთან კონტაქტი. ამავდროულად გაითვალისწინეთ, რომ უკვე მატულობს მოტყუების ალბათობა. აი კარგია პარასკევს ხელსაქმე, უძრავი ქონების ყიდვა, გაყიდვა, აი შეიძლება ესეც პარტნიორთებებში კი მოემატებს ცოტა ემოცია და გარკვეული უნდობლობაც კი. რაც შეეხება ჯანმრთელობას, მივაქციოთ ყურადღება, აქ ყელის არე, ენდოკრინული სისტემა, მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი და სწორი ნაწლავის სისტემა. ცხადე ოპერაციების ჩატარება ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველას კარგია პარასკევი ქალწულის, მორიელის, თხისკას და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. ჩვენ ეთერში ვართ ტელეკომპანია კავკასია პროგრამა ვარსკვლავები გვამსუბენ საუბრობთ უახლოეს ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ საუბარია 11-17 მაისის შუალედში მდინარე ასტროლოგიურ მოვლენებზე და ჩვენ შევჩერდით ბოლო ორ დღეზე შემდეგი კვირისა შაბათი და კვირა და სანამ მაიმაძე ვისაუბრეთ პირველ ესე იგი მინდა გამცნოთ რომ ვისაც აქვს სურვილი პირადი ჰოროსკოპის შედგენისა, შეგიძლიათ შეგვიხმიანოთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 599, შემდეგ უკვე 91, 52, 38. ვიმეორებ 599, 91, 52, 38 და აქ უკვე გავარკვევთ თქვენს კოსმიურ მისიას, შევხედავთ რა სიტუაცია, რა შეცდომებია და ასე შემდგომ დღესაც ხეთ შორის ვესაუბრეთ დილით ჩვენს თანამემამულეს შეერთებულ შტატებში მცხოვრებს და ერთი იყო ყველაზე საინტერესო მომენტი, როცა დავასრულე საუბარი 2 საათის მერე, ასე იგი რაღაც ვეძახი და ესე იგი ხმას არ არცემს და რა შეასაქმე ვეკითხე ხوار ჩაგეძინა და რაღაცა არ ჩამეძინა უბრალოდ იმდენად ჩავფიქრდიო და იმდენად ბევრი რაღაცები დავიჭირეო უცებო ჩემს თავშიო რომ ცოტა ხანი ესე იგი რაღაცა იმ სხვა სამყაროში ვიყავიო რა სანამ გამოვედიო მდგომარეობიდანო და ეს იყო მიზეზი ამ ჩემი დუმილისო და ძალიან საინტერესო ანალიზი გააკეთა ბევრი რამე გაიგო პრობლემა დაჯის მეთოდოლოგია რომ მე ჩაერთო მის საწინააღმდეგოდ ბოლო წლის განმავლობაში გაიგო რატო ხდება რისგან ხდება რა არის მიზეზი და იმედი მაქვს რომ ახლა ყველაფერს სასიკეთოდ შეცვლის და უკეთ წარმართავს თავის ყოველ შემთხვევაში მისი შემართებით მე ეს უდაოდ ვიგრძენ თავარია ჯერ ადამიანმა უნდა გაიგოს პრობლემა საიდან მოდის, საიდან იქნება ადამიანს გონია რომ რაღაც შემთხვევით ხდება. შემთხვევით არ ხდება. სამყარო მოქმედებს მიზეზ შედეგობრივი პრინციპის და მიხედვით ყველა შედეგს თავისი მიზეზი აქვს. როცა ადამიანმა იცის მიზეზის შედეგი, მისთვის ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ეს ხდება ძალიან იშვიათად. ძირითადად ადამიანი ხედავს შედეგს, ვერ იგებს მიზეზს. და ამიტომაც ხშირად თulis რომ სამყარო მას უსამართლოდ ექცევა. მაგრამ როცა უკვე ჩვენ მით უმეტეს კარმული ასტროლოგიის შედეგად, შეშუალებით მინდა გითხრათ რომ კარმული ასტროლოგიას ყველა ასტროლოგი ვერ ფლობს და ძალიან მნიშვნელოვანი სფერო, უფრო შეერთებულ შტატების ასტროლოგიაში კარმული ნაწილი საერთოდ ამოღებულია. მას იქ არ სწავლობენ, არ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, მინდა გითხრათ. კარმული ასტროლოგია უკვე გვამსტობს და გვეჩვენებს ადამიანს რა პრობლემები,
რის გამო იქნება და როცა უკვე აი ეს იცის მაშინ უკვე აი ამ პრობლემებსაც უფრო ადვილად იღებს და მათ გამოსწორებაზეც უფრო ადვილად ზრუნავს. ამიტომ პირადი ჰოროსკოპი გვაძლევს უზარმაზარ ნიშებს შესაძლებლობას იმისა, რომ საკუთარ თავშიც გავერკვეთ და მნიშვნელოვანი ცვლილებებით შევიტანოთ როგორც საკუთარ ხასიათში, ასევე ცხოვრების სულ მოვლენებში. ამიტომ შეგვეხმიანეთ, ვინც მზად არის ამისთვის, შემდეგი ნომრით ვიმეორებ 599 91 52 39 და აქვე მინდა აღნიშნო, რომ კვლავ გაყიდვაშია ჟურნალები, ასტროლოგიური, შენი ჰოროსკოპი, ეს იცით, არის ჟურნალი, სადაც არის მთელი წლის განმავლობაში თვეების მიხედვით ცალკეული ზოდიაქოს ნიშნების ასტროპროგნოზი, ასევე ფარველი ანგელოზის, ასე ვთქვათ, წარმატების წუთი, რომელიც მნიშვნელოვანია და რასთან არის დაკავშირებული, ამაზეც აქ ამოიკითხავთ ყოველივე ავას და ასევე ბევრი სხვა მნიშვნელოვანი მომენტები, რომელიც შეგიძლიათ აქედან ამოიკითხოთ. ამის გარდა არ დაგვაგვიწყდეს ჟურნალი ჰოროსკოპი, ცოტა უფრო დიდი ზომით და აქ თქვენ გაქვთ ასევე საზოგადოებრივი პოლიტიკური ინფორმაცია, თავისი გრაფიკული გამოსახვით. აქ არის 2026 წლის აღმოსავლური დასავლური კალენდრის დამიხედვით ზოდიაქოს ნიშნების ასტროლოგიური პერსპექტივები. შეგნით გაქვთ თვარის კალენდრის დამიხედვით შექმნილი ყოველდღიური ასტროპროგნოზები, დღის 4 ენერგეტიკული ველის დაყოფით, ესეც აღნიშნულია ეს ყველაფერი და რასაკვირველია, აქ შეგნით გელოდებათ იცით თქვენ უკვე ასტროკალენდრები. აქ ჩვენ გვაქვს როგორც ბიზნეს შემოქმედებითი სასიყვარულო კალენდარი, ასევე სამედიცინო ასტროლოგიური კალენდარი, სადაც აღნიშნულია ის პერიოდები, როდესაც თქვენ შეგიძლიათ გაითვალისწინოთ, რომ აი გარკვეულ დღეებში ესა თუ ის ორგანოს უსტება და ოპერაციის ჩატარება მასთან მიმართებაში ამ 2 დღის განმავლობაში არ ექნება სასურველი. ამის გარდა, ასაკულა ჩვენ გვაქვს ასევე პატარა ესეთი ასტროკალენდარი GB, სადაც აღნიშნულია 12-ვე თვეზე გათვლილი ამ ერთი ნიშნის, მაგალითად დადებითი ვარყოფითი დღეები, მაგრამ ვისაც უნდა 12-ვე ნიშანი, აი ამისთვის არის ესეთი საოჯახო ასტროლოგიური დიდი კალენდარი, 12-ვე ზოდიაქოს ნიშნის დადებითი ვარყოფითი დღეები, ახალმთვარეობა, სავსემთვარეობა აღნიშნული, თავისი ასე ვთქვათ ინფორმაციით და აქ შეგიძლიათ უკვე 12-ვე ნიშანი, მაგრამ ქვია ამას საოჯახო, თუმცა შეიძლება ნებისმიერ ასე ვთქვათ საქმიან ბიზნეს სფეროშიც კი ჩამოიკიდოს და ყველა ნიშანს ეძღვნება, რომელი დღეებია კარგი, რომელი ცუდი და ამის დამხედვით შესაბამისად შეუძლია ადამიანს განსაზღვროს რა პერიოდში ჯობია ამათ თუ იმ დაუშვათ მოლაპარაკებების წარმოება, ბიზნეს საქმეების დაწყება, რა პერიოდებში არა, ნუ ეხლა სავსემთვარეზე და დამნელებებზე რასაკვირველია არა და ასე შემდგომ. აი ეს ყველაფერი შეგიძლიათ შეეძინოთ რასაკვირველია პრესის ჯიხურებში, ყველა დიდ ქალაქში ჩვენი ქვეყნისა და ასევე აღნიშნოთ, რომ ვისაც უნდა სახლში მიტანით მომსახურება და ეს რომ ყველაფერი მიიღოთ სახლში, მაშინ შეეხმიანეთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 597 15 99 77 და ამას მიიღებთ უკვე სახლში მიტანით. ეხლა მოდით გავაგრძელოთ ჩვენი საუბრები და ჩვენ ვისაუბრობდით ცალკეულ დღეებზე შემდეგი კვირისა. შევჩერდით შაბათ დღეზე. 16 მაისი შემდეგი კვირისა შაბათი დღე ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია. რატო? იმიტომ რომ იმიტომ რომ გეომაგიტურია და სხვა შაბათი და კვირა გეომაგიტური გვაქვს ორივე. ამიტომ რეაქციად ყურადღება წნევას, რომ აქ ამ წნევის გამო რაღაც პრობლემები არ წარმოიქმნას და ასევე განპირობებულია რითეს, იმით რომ ჩვენ შაბათს გვაქვს ახალმთვარეობა. ნუ მოდით ასე ვთქვათ, თლად შაბათიც არ არის, გადადის ეს ყველაფერი კვირას. აი, როდის არის ახლა გეტყვით, ეს არის ღამე 0 საათზე და 3 წუთზე. აი ამ დროს გვაქვს პიკი. ანუ შეიძლება ესე ვთქვათ, რომ ახალმთვარეობა მთლიანად მოიცავს შაბათს და კვირის დღის პირველ ნახევარს, აი დილის საათები 12-მდე. აი ეს არის ყველაზე პიკური პერიოდი ახალმთვარეობის, ესე იგი შაბათი მთლიანად და კვირის აი პირველი ნახევარი სადღაც დღის 12 საათამდე. აი ეს არის რეალურად ახალმთვარეობის ზონა. თუმცა თუ თქვენ გინდათ ზუსტად აი რომელ პერიოდშია კვირას 0 საათზე 3 წუთზე. მაგრამ ეს არის პიკის პერიოდი. მაგრამ შაბათი უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქ უკვე ახალმთვარეობა ნიშნავს ზის და მთვარის შეერთებას. აი 16-ში შაბათს განსაკუთრებული იქნება მათი ერთმანეთთან დაახლოება და მინდა გითხრათ, რომ ზის და მთვარის ერთმანეთთან დაახლოება ყოველთვის უფრო რთული პროცესია და ადამიანი უფრო მძიმედ აღიქვავს ამ ენერგიებს, ვიდრე როცა ისინი მერე შორდებიან ერთმანეთს. ამიტომ უკვე კვირა მართალია ჯერ კიდევ იქნება ახალმთვარეობის
ნეგატიური ენერგიებით ახსილი, მაგრამ 12 საათის მერე ნელ-ნელა ისინი მეტად შორდებიან და ნელ-ნელა ასე ვთქვათ, მოიხსნება ეს დაძაბულობა, რომელიც განსაკუთრებით შაბათს დღეს და განსაკუთრებით საღამოს შაბათს იქნება შესამჩნევი. ამიტომ მოდი აღვნიშნოთ, რომ შაბათს ახალ საქმეს ნუ დაეწყებთ, ნუ აყვებით პროვოკაციებს, მოიმატებს ადამიანებში ინტუიცია, შესაძლებელი იქნება აქ სამაგრად უსარგებლო ნივთებისგან განთავისუფლება. და აქ აღვნიშნოთ, რომ პარტნიორ ურთიერთობებში გამახვილდება სიხარულის გაზიარების სურვილები, მზრუნველობა, რაც ძალიან კარგია. აქვე აღვნიშნოთ ისიც, რომ აქ მოვერიდოთ ცივ გაზიან სასმელებს, შაბათს კისრის მკვეთრ მოძრაობებს, ორპირქარს, პაპილომების ხალების მოშორებას, ყურების გახვრეტას. მოვერიდოთ სარისკო მოქმედებებს, სულსწრაფ გადაწყვეტილებებს და აკონტროლეთ თქვენი საფულე. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი. ცხადი ოპერაციების ჩატარება განსაკუთრებით ამ ორგანოების მიმართებაში, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა შაბათს არ იქნება სასურველი და ყველაზე კარგია ეს დღე კუროს და კერჩხების ზოდიაქოს ნიშანდათვის. რაც შეეხება ახლა უკვე კვირა დღეს, ეს უკვე 17 მაისია, ესეც გეომაგნიტური დღეა, ამიტომ ცოტა მეტი ყურადღება დაუთმოთ მაინც განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში, ესადღაც დღის დილის 12 საათამდე მაინც ჯანმრთელობას და თუ რაღაც დისკომფორტი გაგწნევას მიაქცევთ ყურადღება შესაბამისი პროფილაქტიკით და აი პირველი ნახევარი მაინც კვირისა ცოტა ფრთხილად გავიაროთ. აქაც ცოტა ტრამლაური ტენდენციების, ცუნებების შესტოების ალბათობა როგორც შაბათს, ასევე კვირის ამ პირველ ნახევარში მაღალია. ასევე არ აყვეთ დეპრესიას, არ გამოავლინოთ აგრესია. აქ ჯანმრთელობას უნდა ცოტა მეტი ყურადღება და განსაკუთრებით მიაქცევთ ყურადღება ყელის არეს ენდოკრინულ სისტემას. აი ზონები განსაკუთრებით შესუსტებული. აკონტროლეთ თქვენი აზრები და ასევე ემოციები, როგორც შაბათს, ასევე კვირის პირველ ნახევარში, ანუ დღის 12 საათამდე, შეიძლება ესე ვთქვათ. და არაფერი ახალი მნიშვნელოვანი აქ არ დავიწყოთ. ამავდროულად აქ აღვნიშნოთ, რომ კვირას არ იქნება სასურველი ხორცეული და რძის ნაწარმის მიღება. ეს ცოტა ნეგატიურად იმოქმედებს ორგანიზმის იმუნიტეტზე. რაც შეეხება ჯანმრთელობას, კვირას სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები. და მაქსიმალურად მოერიდეთ უჰაერო სივრცეებს. აქ ცოტა გაზნელებული იქნება სუნთქვა. პოზიტიურია შემდეგი კვირა დღე ვერძის და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დავადებულთათვის. და ეს ტენდენციებია მომავალი კვირისა, რაც ითხოვს ყურადღებას, ახლა ვისაც აქვს მაგალითად განზრახული თმების შეჭრა შემდეგი კვირის განმავლობაში. ყველაზე კარგია ერთ-ერთი დღე 13 რიცხვი მაისისა. 13 რიცხვი ყველაზე კარგია, ეს არის 4-7 დღე, დანარჩენი დღეები არ ვარგა. და მით უმეტეს 16-ში კატეგორიულად არა. ამიტომ 13 არის ერთადერთი, სადაც იქნება გამართლებული თმების შეჭრა, ამიტომ წინ და წინ თადარიგი აიღეთ თუ აპირებთ ამდაგვარი პროცედურის ჩატარებას. ვინც არის დაკავშირებული ბიზნესთან, დაუშვათ იქ ფინანსებთან და ასე შემდგომ ამდაგვარ საქმიანობასთან, მათ საყურებლად მოიტანხმოთ, რომ პერიოდი 11-15 მაისისა კარგია ბიზნეს საქმიანობისთვის. შეიძლება რაღაც საინტერესო წინადადებაც მიიღოთ და გარკვეულწილად შეიძლება ესეც იყოს გამართლებული აბსოლუტურად. მაგრამ რაც შეეხება უკვე 16-17 მაისის დღეებს, აქ უნდა იყოს ცოტა ფრთხილი, წინდახედული, თან მობილური და თუ რაღაც სტრესული სიტუაცია შეიქმნა, ეს სტრესს მედეგობა უნდა გამოავლინოთ. აღვნიშნოთ ისიც, რომ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ახალი მნიშვნელოვანი სარისკო შაბათ-კვირაზე არ დავნიშნოთ. მაქსიმალურად აქ ჯობია რომ გავაჩეროთ ცოტა ხნით პაუზაზე და აყენეთ თქვენი ფინანსური ან ბიზნეს საქმიანობა და უკვე გააგრძელეთ მერე ორ შაბათი დღიდან. რაც შეეხება მოგზაურობის კუთხით მოიტანხმოთ, აქაც 11-15 მაისის დღეები ძალიან კარგია. იმ მოგზაურეთ კი ბატონო, ყველა კუთხით იქნება ძალიან კარგი ეს პერიოდი. აი 16 და 17 ცოტა უფრო რთულია. აქ არის გამორიცხული, შეიძლება ავტოსაბუთებიც ვერ იპოვოთ, ამ ბილეთები ვერ იპოვოთ, რაღაც პრობლემები შეიქმნას ამდაგვარი. ამასთან ერთად ცოტა ადრე გადით თუ სადღაც მიფრინავ და ასე შემდგომ, თუმცა მაინდა-მაინც ხა 16-ში საღამოს სასურველი არ იქნება ფრენა. ესეც აღვნიშნოთ და ისიც უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ აუცილებლად თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალებით მიდიხართ სადმე, ზედმიწევნით უნდა იყოს გავლილი, ასე ვთქვათ, მისი ტექნიკური მდგომარეობა უნდა ინახოს
და მოწესრიგდეს, რომ აქ პრობლემები არ შეიქმნას და ყურადღება არ მოადუნოთ საჭესთან. 16-17 ნაკლებად, ასე ვთქვათ, პერსპექტიულია მოგზაურობის კუთხით. თუმცა, ამ გარკვეულ პირობებს თუ დავიცავთ, შესაძლებელია, თუ ესეთი აუცილებლობა არის. სასკვარლო პარტნიორ ურთიერთობებს რაც შეეხება 11-15 მაისი უკეთესია, მათ შორის რომანტიკული პაემნებისთვის, შეხვედრებისთვის და ასე შემდგომ. აი 16-17 რას უწყობს ხელს, იცით, თუ რაღაცა კონფლიქტი იყო, აი აქ შერიგებისთვის კარგია, მათ შორის შერიგება არა მარტო სასკვარლო პარტნიორებს, არამედ შეიძლება ახლობლებთანაც თუ იყო რაღაც ამდაგვარი პრობლემა, აი შერიგების კუთხით 16 და 17 მაისის დღეები არის ყველაზე კარგი. ეხლა ვისაც აქვს მაგალითად განზრახული მკურნალობის დაწყება, აი მათ საყურადღებო მინდა აღნიშნო, რომ ყველაზე კარგი იქნება ჩვენ 15 მაისის დღე მკურნალობის დასაწყებად 16-ში არ გვინდა, დანარჩენი დღეები საშუალოა. რაც შეეხება სამსახურის შეცვლას 13 მაისი ყველას ჯობია ამ კუთხით, 12 მაისი არ ვარგა და 16-შიც თავი შევიკავო. დანარჩენი დღეები ნეიტრალურია. ხელშეკრულებების დასადებად ყველაზე კარგია 14, 15, 17 მაისის დღეები და არ ვარგა 12 მაისის დღე და ცოტა, ასე ვთქვათ, ნაკლებად 16 მაისიც. აქაც ჯობია თავი შევიკავოთ. ქორწინებისთვის ყველაზე კარგი იქნება 14 და 17 მაისის დღეები, არ ვარგა 12, 15, 16 მაისის დღეები. ბინეს ყიდვა გაყიდვისთვის, ახალ ბინაში გადასვლისთვის ყველაზე კარგი იქნება 11, ასევე 14, 15 მაისის დღეები და არ ვარგა 16 მაისი. მშენებლობის დასაწყებად სარემონტო სამუშაოებისთვის 11, 12, 13, 17 მაისის დღეები კარგია. 15 და ასევე 16 მაისის თვეები არ ვარგა. რაც შეეხება უпростოდ ამ თვის ეს დღეები არ ვარგა. მსხვილი საყიდლებისთვის მოდი ავუშვოთ 11, 14 კარგია, 17-იც კარგია, არ ვარგა 13, 15, 16 მაისის დღეები. სასამართლო პროცესების დასაწყებად 14 მაისი და 11 მაისი კარგია და არ არის სასურველი ეს ყველაფერი 15 და 16 მაისს. აი ეს ტენდენციები, რომელიც უფრო გასათვალისწინებელია ამ კუთხით, ეხლა რაც შეეხება საფინანსო ჩვენს რიტუალებს, იცით ეს რიტუალები, რომელშობისას თქვენ შეგიძლიათ გარკვეულწილად ამათ მოქმედებით მოიზიდოთ ფინანსური ეგრეგორი თქვენ და ან პირიქით განიზიდოთ ფული არასწორი მოქმედების შედეგად. აი, მოდი ამშვიდ ეხლა რა დღეები გვაქვს ჩვენ ესეთი და რა მოქმედებები უწყობს ამას ხელს. ხვანდელი დღე 11 მაისი. აქ მაგალითად ნეიტრალურია ეს დღე. რო ვთქვათ რაღაც განსაკუთრებული არა, მაგრამ რისთვის არის კარგი 11 მაისის. ვალუტის ყიდვა გაყიდვისთვის. აი ამისთვის კი. სხვა მხრივ არაფერი განსაკუთრებული ამ დღეს. 12 მაისს კარგია ინვესტიციებისთვის ეს დღე, საიუველირო ნივთების შესაძენად, ხოლო არ არის სასურველი 12 მაისს საკუთარი ფულის გადათვლა და ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება. 13 მაისი ოთხშაბათია, კარგია საათის შეძენა. ამ მხრივ გამოვიყენოთ ეს პერიოდი, სხვა შორის ვალუტის ყიდვა გაყიდვისთვის 13-იც არ იქნება ცუდი. 14 მაისი კარგია საკუთარი ფულის გადათვლა, ვალის გასტუმრება და ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება, მაგრამ არ არის სასურველი 14-ში მაინც მსხვილი ინვესტიციების განხორციელება. 15 მაისს კარგია ნებისმიერი ქველმოქმედება, მაგრამ ცოტა ფრთხილად ვიყოთ კაპიტალ დამატებებს. ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგად უნდა იყოს ყველაფერი აწონი დაწუნული და თუ თავ შევიკავებთ, იქნება უკეთესი. 16 მაისს კარგია საიუველირო ნივთების შეძენა, მაგრამ სხვის საფულეში ჩაიხედავთ. თქვენი საფულედან წავა შემდგომ უკვე თანხები. განზიდვა იქნება დიდი. და 17 მაისს კვირა დღეს კარგია კაპიტალ დაბანდება, ვალის გასტუმრება. აი ამისთვის ეს ყოველივე ხელს შეუწყობს შემდგომ ეგრეგორიის გაძლიერებას და ფინანსური შესაძლებლობების მოზიდვას თქვენ და მე. რაც შეეხება ახლა ანგელოზის დროს, ეს ის დრო აიცით, რომლისთვისაც თქვენ შეგიძლიათ გახვიდეთ კონტაქტზე თქვენს ფარველ ანგელოზთან და თხოვოთ რა გინდათ რომ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. თუ ცხოვრება ადეკვატურია იმისა, რასაც იმსახურებთ, ამ თხოვნას შეასრულებენ. თუ არა და არ შესრულდება. ამასაც მეაქციოთ ყურადღება, იმიტომ თუ ადამიანი კოსმიურ მისიას თავისას რითაც მოვიდა ამ ცხოვრებაში არ ასრულებს, ცხადია უკვე ეს
ასრულება ასეთ ხოვნისა არ იქნება. Შეგიძლიათ ამ პერიოდში ილოცოთ და თხოვნა შეიძლება იყოს ძალიან მოკლე, შეიძლება იყოს საკმაოდ ხანგრძლივი. ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. მთავარი ამ დროში ჩავედიოთ. და ჩვენა გვაქვს უკვე ძირითადად დილის საათები. 11-ში ხვალ ანგელური საათი დილის 8 საათზე 5 წუთზე იწყება და დილის 8 საათზე 50 წუთზე დასრულდება. აი ამ მონაკვეთში უნდა მოვასწროთ თხოვნით მიმართვა. 12 მაისს სამშაბათს დილის 10 საათზე 31 წუთზე იწყება, დილის 10 საათზე 58 წუთზე სრულდება. ანუ საკმაოდ მოკლე ხანმოკლე დრო გვაქვს აქ. 13 მაისს 4 შაბათს დილის 7 საათზე 18 წუთზე იწყება და 7 საათზე 58 წუთზე სრულდება. 14 მაისს დილის 9 საათზე 44 წუთზე დაიწყებს იგი ამოქმედებას და დილით 10 საათზე 29 წუთზე დასრულდება. ანგელური საათი 15 მაისს პარასკევს დილის 8 საათზე 12 წუთზე აიწყებს მოქმედებას და 8 საათზე 55 წუთზე დასრულდება. 16 მაისს დილის 6 საათზე 41 წუთზე, დილის 7 საათზე 26 წუთამდე. აი ამ პერიოდში და 17 მაისს კვირა დღეს 11 საათზე დილის ან დღის როგორც გენებოთ 5 წუთზე დაიწყებს იგი ამოქმედებას და 11 საათზე 52 წუთზე იგი დაასრულებს თავის მოქმედებებს. ეს უკვე ანგელოზის დროა და ასე ვთქვათ, ესეც შეგვიძლიათ გავითვალისწინოთ. ეხლა მე დიდი ხანი ამ თემაზე გესაუბრებოდით და იმედია რომ ეხლა ცოტათი მაინც მოვასწრებთ საუბარს, ხშირად თქვენცი თითქმის ყველა გადაცემაში ჩვენ ვსაუბრობთ გეომაგნიტურ დღეებზე. და ბევრს არ ესმის რა არის ეს გეომაგნიტური დღეები, ზოგმა იცის, ზოგმა არ იცის. და ხშირად მეკითხებიან, აი მე მოგიმზადეთ ამისთვის მასალა, ისეთი რომ თქვენ ასე ვთქვათ, უფრო კარგად შევხვდეთ ამ გეომაგნიტურ, ასე ვთქვათ, მნიშვნელობებს ამ დღეებისა. როგორც არაერთგზეს გვითქვამს, მთვარე დიდ ზეგავლენას ახდენს დედამიწაზე, მის ფლორასა და ფაუნაზე, რაც მთავარია ადამიანზე. მაგრამ მთვარე ზერანაკლებ უხილავს ზემოქმედებას ახდენს მზეთს. მზე გარდა იმისა, რომ საიცოცხლოდ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, გვინათებს სამყაროს, გვითბობს და ეხმარება ბუნებას ზრდასა და განვითარებაში. სხვა გავლენის უამრავი გავლენის მოხდენაც შეუძლია მას. ყოველდღიური პროგნოზების გაშუქებისას ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ იმას, რომ დღე მაგიტურია თუ არა. დღის მაგიტურობა სინამდვილეში სწორედ მზის გამოსხივებას უკავშირდება. ამ მოვლენაში უკეთ გასარკვევად ცოტა ისტორიაც მიმოვიხილოთ. დედამიწის გეომაგნიტური თვისებების შესახებ მეცნიერული დაკვირვებები მე-13 საუკუნიდან მოიპოვება. 1700 პირველ წელს უკვე ასტრონომმა გალეიმ დედამიწის მაგნიტური ველის პირველი რუქა გამოაქვეყნა, ხოლო მე-18 საუკუნეში აღმოაჩინეს კავშირი მზეზე აფეთქებებსა და პოლარულ ციალს შორის. ჯერ კიდევ შორეულ წარსულში ადამიანები ამჩნევდნენ მზეზე გაჩენილ ლაქებს, რასაც ბნელ ძალებს უკავშირებდნენ. ეშმაკის ხრიკება თვლიდნენ და უბედურების მომასწავლებლად მიიჩნევდნენ. მაგნეტის არსებობა ადამიანმა დიდი ხნის წინ აღმოაჩინა, მაგრამ მისი კომპასად გამოყენება დაიწყეს ჩინელებმა მე-10 საუკუნეში, რომელიც მარკო პოლომ ჩამოიტანა შემდგომ ევროპაში. კომპასი სწრაფად გახდა პოპულარული და იგი ზღვაოსნების შეუცვლელ ხელსაწყოდ გადაიქცა, მაგრამ სულ მალე ზღვაოსნებას შენიშნეს, რომ არსებობს დღეები, როდესაც კომპასის ისრები თავისთავად უმიზეზოდ მოძრაობენ. ეს პერიოდი რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდეც კი გრძელდებოდა და კომპასი ამ პერიოდში სრულად გამოუსადეგარი ხდებოდა. ამ მოვლენას ზღვაოსნებმა მაგნიტური ქარიშხლის სახელი შეარქვეს. მე-18 საუკუნეში ფრანგმა ასტრონომმა ლემონტმა აღმოაჩინა, რომ მაგნიტური ქარიშხლების ინტენსივობა და მათი სიხშირე ზუსტად ემთხვევა მზეზე ლაქების გაჩენას. ასე მოხდა პირველად მზის აქტივობის დაკავშირება დედამიწაზე ზეგავლენასთან. დედამიწას თავისი საკმაოდ დიდი მაგნიტური ველი აქვს. ამით ბევრი სხვა პლანეტა ვერ დაიქვეყნის. მაგნიტური ველი მზის სისტემაში კიდევ მხოლოდ იუპიტერს, სატურნს, ურანსა და პლანეტა ნეპტუნს გააჩნია. თუ თქვენ ვენერაზე ან მარსზე მოგზაურობას გადაწყვეტთ, აქ კომპასს ვერას გზით ვერ გამოიყენებთ. თავისი არსებობის მანძილზე დედამიწის მაგნიტური ველი არაერთხელ შეიცვალა. იცვლებოდა მისი წარმოსახვითი მაგნიტური პოლუსებიც, რაც ბუნებაში გარკვეულ ცვლილებებსაც იწვევდა. დედამიწის მაგნიტურ ველს გააჩნია უნარი კოსმიური სივრციდან მიიზიდოს დამუხტული ნაწილაკები, პროტონები და ელექტრონები, რომლებიც ამ ველის გასწვრივ მოძრაობენ. მათი მეშვეობით იქმნება დედამიწის ეგრეთ წოდებული რადიაციული სარტყელი.
და ამასთან ერთად აღნიშნოთ, რომ ასევე როგორც დედამიწაზე კოსმიური ამინდიც ხან 7-ია, მაგალითად, როდესაც მზის აქტივობა მინიმალურია, ხან აღზნებული. აღზნებული მდგომარეობის დროს დედამიწის რადიაციული სარტყელი დიდ რხევებს განიცდის, რაც იწვევს მაგნიტურ ქარიშხლებს. იმ ქარიშხლების სიმძლავრე, ხანგრძლივობა და მდგომარეობა არა დედამიწაზე, არამედ მის უახლოეს ვარსკვლავზე, ანუ მზეზე არის დამოკიდებული. მზე ერთგვარი გიგანტური ატომურად დუღარე ბურთია, რომელზეც თერმობირთვული აფეთქებები ხდება. მის გარეთა შრეზე ტემპერატურა მილიონ გრადუსს აღწევს. მასზე წყალბადისა და ჰელიუმის ატომები უდიდესი სიჩქარით მოძრაობენ და დაჯახებისას ერთმანეთს აგლეჯენ ელექტრონებს. ხდება აფეთქებები, რომელთა სიდიდე დედამიწაზე 30-ჯერ უფრო დიდ აიროვან ცეცხლის ენებს წარმოქმნის. ამ დროს ზოგი აჩქარებული ნაწილაკი იმდენად დიდ სიჩქარეს იძენს, რომ წყდება მზეს და აგრძელებს მოძრაობას კოსმოსში. პლაზმის ამ ნაკადს მზის ქარს უწოდებენ. ეს მოვლენა შედარებით ახალი აღმოჩენილია. მზეზე აფეთქებების რაოდენობა ხშირდება მზის 11 წლიანი ციკლის ბოლოს, ხოლო ზოგიერთი მათგანი ძალიან ძლიერია, ზოგი კი შედარებით სუსტი. მაგალითად, 2003 წლის 3 ნოემბერს მზეზე მომხდარი აფეთქების ენერგია იმდენად ძლიერი იყო, რომ მთელ საქართველოს 200 მილიონი წლით მოამარაგებდა ელექტროენერგიით. აფეთქებების შემდგომ მზის ქარი დედამიწისკენ მიემართება. თითქოს ერთის მხრივ როგორ უნდა ჩამოაღწიოს ამ ქარმა დედამიწამდე, იკითხავთ თქვენ, მაგრამ ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ მზის ატმოსფეროში. დედამიწის ცხოვრებისათვის ზემდე ძალიან დიდი მანძილია დედამიწიდან, მაგრამ მზის რადიუსი იმდენად დიდია, რომ მზიდან დედამიწამდე მანძილზე ერთმანეთზე გადებული მხოლოდ 130 მზე ჩაეტევა. აფეთქებისას ნაწილაკთა პირველი ნაკადი პროტონების სინათლის სიჩქარით მოძრაობს და დედამიწას აღწევს 8 წუთში. ეს დედამიწის ატმოსფეროში მცირეოდენ ხარვეზებს იწვევს და მას მხოლოდ ადამიანთა მცირე ნაწილი შეიგრძნობს. დანარჩენები დისკომფორტს გრძნობენ მხოლოდ. ერთი დღის შემდეგ, როდესაც დედამიწამდე მზის ქარის ძირითადი ნაკადი ჩამოაღწევს, როდესაც მზის ქარის პლაზმა იჯახება დედამიწის მაგნიტურ სფეროს, დედამიწის გეომაგნიტური მდგომარეობა ირღვევა. მაგნიტური ველის დაძაბულობა იზრდება და ადგილი აქვს მაშინ სწორედ მაგნიტურ ქარიშხალს. ამგვარად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგნიტური ქარიშხალი დედამიწის მაგნიტური ველის სწრაფი და ძლიერი ცვლილების შედეგია, რომელსაც ადგილი აქვს მზის გაზრდილი აქტივობის დღეებში. ეხლა დანარჩენ თემებზე, ამ თემაზე უბრალოდ დანარჩენ საკითხებზე ვისაუბროთ შემდეგ გადაცემაში, იმიტომ რომ ეხლა რეალურად ჩვენ დრო აღარ დაგვრჩეთ, ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა, ამიტომ მე ვეცდები, რომ ესე ნაწილ რაღაცნაირად გაგაცნოთ ეს ინფორმაცია. თუ რას ნიშნავს, ასე ვთქვათ, ეს მზის აქტივობა, ქარიშხლები მზის და გეომაგნიტური დღეები. რეალურად ხვალ ჩვენ შევხვდებით კიდევ ერთხელ ტელეკომპანია კავკასიის ეთერში დღის 11 საათზე, დაიდება Facebook-ზე, ასევე დაიდება YouTube-ზე. აქედანაც გაიცნობით მას და ხვალ დილით ჩვეულებრივად ტელემედის ეთერში 15 წუთი რო დააგდება 9-ს, შემდეგ გადავინაცვლებთ რადიო ემედში 10:20 წუთზე და დილის პოსტივის გადაცემაში უკვე 10 საათისთვის დილით შევხვდებით ერთმანეთს. ასევე პარასკევს ამ პარასკევს ჩვენ არ გქონდა ჩართვა, იმიტომ რომ სამთავრობო დრო იყო და მთავრობის წევრები გამოდიოდნენ, ამიტომ შუა დღის გადაცემა არ შედგა და იმედია, რომ ამ პარასკევს მაინც იქნება და ახლობით სადღაც 3-ის ნახევრისთვის ჩვენ შევხვდებით რუსთავი 2-ის ეთერში და რას გვიძლია ჩვენ შეგვიძლია ასევე მოусმინოთ ამ ინფორმაციას ყოველ დღე დაახლოებით 15 წუთი რო აკლია 9 საათს 11-ს რადიო ფორტუნას ეთერში. ამ ინფორმაციით რეალურად საუკეთესო სურვილებით მე დღეს ამით გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით. ცოტა ფრთხილად ვიყოთ კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ შაბათ დღეს და დილით 12 საათამდე კვირას, ეს ცოტა ახალმთვარობის რთული დღეებია, დანარჩენი დღეები გამოიყენეთ, იმიტომ რომ სასიკეთოა. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.